რემონტა და არ შედგა. რეალის საპასუხო თამაში არსენალთან 0-3 წაგების შემდეგ სარისკო გადაწყვეტილებების, სამწვრთნელო სითავხედის და შეუძლებლის რწმენის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო. მაგრამ რეალის ამ ფორმაციას შეტევაში ფანტაზია არ იყო. საუკეთესო ინდიკატორად ტიბო კურტუას მატჩის შემდგომი ფრაზა გამოდგება. შესაძლოა უამრავ ჩაწოდებას ცოტა მეტი გუნდური ფეხბურთის თამაში სჯობდა. ანჩელოტიმ გუნდის სათამაშო სქემა ბურთით და უბურთოდ შეცვალა. პირველ თამაშში შეტევის მშენებლობის ფაზაში რეალი ზედმეტად ბევრ ფეხბურთელს რთავდა. ბერნაბეუზე კი ბურთის პროგრესირებაში მხოლოდ ცენტრალური მცველები და ნახევარმცველები მონაწილეობდნენ. ფლანგის მცველები კი შეტევაში აქტიურად ერთვებოდნენ. დაცვით ფაზაში პირველ თამაშში სამეფო კლუბი 4-4-2 სქემას ინარჩუნებდა და მაქსიმალურად ცდილობდა ცენტრის გადაკეთებას. მადრიდში კი შემტევი 4-ეულის საერთოდ ფორმაციის მიღმა იყო. რეალი თავს 6 მოთამაშით იცავდა, რომლებიც ცდილობდნენ 4+2 სტრუქტურას სწრაფად ჩამოეყალიბებინათ. სავარაუდოდ ანჩელოტიმ შეგნებულად გადაწყვიტა შემტევების მაღლა დატოვება და თამაშის გახსნა. იტალიელი მწვრთნელის გათვლით, ისინი ენერგიას დაზოგავდნენ და გარდამავალ ეპიზოდებში მწვავე პოზიციებში იქნებოდნენ, მაგრამ ჩანაფიქრმა საერთოდ არ გაამართლა. შეტევაში მადრიდელთა უიმედობის სიმბოლო არის 43 ჩაწოდება. სეზონის აბსოლუტური რეკორდი, რომელიც მეორე მაჩვენებელს სელტასთან სათასო დაპირისპირებაში გაკეთებულ 28 კროსს მნიშვნელოვნად აღემატება. ჩაწოდებებზე აქცენტი არ არის პრობლემა, თუ მის უკან რაღაც იდეა დგას. რეალს იდეა არ ჰქონდა. 43 მცდელობიდან ადრესატამდე მხოლოდ 7 მივიდა. დარტყმა მხოლოდ 3 შემთხვევაში მოხერხდა. ყველაზე სახიფათო იყო ენდრიკის დარტყმა კომპენსირებულ დროში. ჯუდ ბელინგემმა სამეფო გუნდის ყველაზე სახიფათო მოთამაშემ ჩაწოდებებზე დარტყმა ერთხელაც ვერ მოახერხა. თითქოს რეალის შეხვედრაზე თავიდანვე უიმედოდ გამოვიდა. პირველ ტაიმში არსენალის კარებისკენ 0 დარტყმული ბურთი გუნდის ფიზიკური და მენტალური პრობლემების საუკეთესო მაჩვენებელია. ისევე როგორც გაბი მარტინელი, რომელიც მთელი თამაში არ გაჩერებულა, თუმცა ბოლო წუთზე შეცვლაზე შემოსულ ფრან გარსიას მაინც უპრობლემოდ გაასწრო. რეალის კომაგები ელოდნენ ცეცხლს, თუმცა იხილეს ილუზიების ნგრევა. ილუზიების, რომ ემბლემა თავისთავად ჩაიდენს მაგიას, გერბი გაიტანს გოლს, ხოლო ჰიმნი შეცვლის მოთამაშეთა ხასიათს. მარკას ქავერზე გამოტანილი ფრაზა „სასწაულები არ ხდება, თუ არაფერს გააკეთებ“, ამას საუკეთესოდ აღწერს. 90 წუთი ბერნაბეუზე მართლაც დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ უკვე თავად მადრიდის რეალისთვის.